მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუდიიდან გზაგა საყართან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური საჯვარედინები სტუმრად ყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი გვასალია მოგესალმები გიორგი დიდი მადლობა მობრძანებისათვის ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემაში სოლომონის ლოცვაზე და რა გამოითხოვა ღვთისაგან სოლომონმა და რა მისცა ღმერთმა და დღეს უნდა ვისაუბროთ იმ ტაძარზე რომელიც ჯერ კიდევ დავითს უნდოდა აეშენებინა და ღვთის განგებულებით სოლომონის ასაშენებელი დარჩა ეს ტაძარი, ასე იყო განგებულება ღვთისა, მისი ნება იყო ასეთი და სოლომონი იწყებს ტაძრის აშენებას. გიორგი, რა არის ეს ტაძარი ისრაელისათვის? რას კრებს ეს ტაძარი ისრაელისთვის და რა როლი აქვს აქ მეფეს? სოლომონი იწყებს რაღაცა ისეთის კეთებას, რომელიც გაკეთება გულით უნდა დავითს, მაგრამ ვერ გააკეთა. ანუ, რასაც აკეთებს სოლომონი, ეს არის რეალიზება იდეისა, რომელიც დავითში იყო წარმოდგენილი, უბრალოდ დავითმა მის რეალიზება ვერ შეძლო, მიზეზები ჩვენ უკვე ვიცით ამასთან დაკავშირებით, თორემ თვითონ იდეა სოლომონის არ არის, იდეა დავითის არის. უბრალოდ სოლომონი ამ იდეის რეალიზებას ხორჩესხმას ახდენს. იმისათვის რომ სრულიად ლოგიკურ ამ დასმულ კითხვაზე პასუხი გავცეთ, ჩვენ დავითი უნდა გავიხსენოთ. რა საკეთებს დავითი, რატო უჩნდება დავითს ტაძრის შენების იდეა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. უწესრიგოდ გავიხსენოთ ის, რომ ის სივრცე, სადაც ახლა ტაძარი უნდა აშენდეს, ეს არის დავითის ქალაქი იერუსალიმი. ეს არის ქალაქი, რომელიც დავითმა აქცია დედაქალაქად. ჩვენ ამის მიზეზებზე ვისაუბრეთ, რომ იებუსეველების მიერ ასე ვთქვათ, დასახლებული იებუსის მთა, სიონის ციხესიმაგრე, ეს იყო ის სივრცე, რომელიც არც ერთ ტომს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ტერიტორიულად რამდენიმე ტომის მასზე გადადიოდა იუდას ტომში, ბენიამინის ტომში. დავითი იღებს გადაწყვეტილებას მაშინ, რომ რაღაცა ერთი წერტილი არსებობდეს, რომლის ასაღებად ისრაელის ყველა ტომი მიიღებს მონაწილეობას და რომელიც არც ერთი ტომის კუთვნილება არ იქნება და ყველა ტომის კუთვნილება იქნება ამავდროულად. ანუ ჩვენ გვახსოვს რომ ისრაელის სახლდება აღთქმულ მიწაზე ყველა ტომი თავის წიაღს იკავებს და ამისათვის იბრძვის. და ეს ახალ ტომობრივი კალჩაკეტილობა მათი ურთიერთობის დამახასიათებელი ნიშანი ხდება. აი დავითს უნდა რაღაცა გაჩნდეს რაღაცა ერთი წერტილი, რომელიც არც ერთის არ იქნება და ყველას იქნება. ყველას ყურადღება აქეთკენ იქნება. ეს იქნება იერუსალიმი, რომელიც დედაქალაქად დაარსდება ისრაელის დედაქალაქად. მაგრამ შემდგომ დავითი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ დედაქალაქმა რომ გასწიოს თავისი ფუნქცია, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, რომ ის მნიშვნელობა არ დაკარგოს, რაშინაასითაც ის ქვეყნის დედაქალაქად იქნა დადგენილი, მხოლოდ პოლიტიკური განზომილება არ არის საკმარისი. რაღაცა მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტომთა თავშესაყარი. აქ უნდა მოდიოდნენ, იერუსალიმში უნდა მოდიოდნენ არა ქვეყნის მეფესთან, არამედ იერუსალიმში უნდა მოდიოდნენ სამყაროს მეფესთან. იერუსალიმი უნდა დაიცვას, იერუსალიმი უნდა შეინახოს, იერუსალიმი უნდა გააძლიეროს არა დავითის სტრატეგიულმა ნიჭმა და დავითის ერთგულებამ ისრაელისადმი, არამედ იერუსალიმისათვის ამის მიმცემი უნდა იყოს იერუსალიმის ერთგულება ღმერთისადმი. ღმერთმა უნდა გააძლიეროს ის, ღმერთი უნდა იყოს აქ. ამიტომ დავითში ჩნდება იდეა იმისა, რომ იერუსალიმი იყოს არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური პოლიტიკური ცენტრი ისრაელისა და კიდობას შემოაბრძანებს აქ. უკვე მოგვიანებით, როდესაც დავითს უფალი ხელს უმართავს ყოვლითურ და დავითის სასახლეს ააშენებს, დავითი სვავს კითხვას, რომ მე ჩემს სახლში ვცხოვრობ და უფალი კარავშია. უფალი კარავში არა სისხლს, ეს კიდობანს არ აქვს, ანუ დავითი, აი, აქ რა არის არსებითი, რომ დავითის სასახლეში სამეფო დიდებულებით არის წარმოდგენილი. და როგორ შეიძლება მე ვიყო სამეფო დიდებულებით წარმოდგენილი,
და უფლის კიდობანი აი ასეთ გამცირებულ მდგომარეობაში იყოს, კარავში იყოს მოთავსებული. ამიტომაც დავითს უჩნდება იდეა ის ვინც დიდია ისრაელის მეფეზე დიდებული სამყოფელი ქონოდეს, ანუ გამოჩინებული იყოს მატერიალური თვალსაზრისითაც. და ღმერთი ეუბნება დავითს მაშინ რომ მე არ მithოვიაო შენთვის ესო. ეს მე ვარო რომ მამაშენის ფარიდან გამოგიყვანი და ისრაელის მეფედ დაგვსვი და ხელში მოგეცი შენი მტრები და გაგაძლიერე. და შენ უნდა ჩემთვის თავარია მემსახურო. მაგრამ შენი იდეა რომ ტაძარი ამიგო სათნო იყო ღვთისათვის. რაღაცა ნიშნით, რატო? იმიტომ რომ ამ ტაძარმა უკვე ძლიერი ისრაელის თავშეყრის ფუნქცია უნდა შეასრულოს. აი აქ ტაძარში უნდა მოდიოდეს ისრაელიანი, იერუსალიმში კი არა, იერუსალიმის ტაძარში უნდა მოდიოდეს ისრაელიანი და ისრაელიანმა უნდა იცოდეს რომ მისი ძლიერების წყარო, აი როგორც მდინარეს აქვს სათავე. და ის სათავე თუ სათავესთან თუ კავშირი არ გაწყვიტა მდინარე იდენს და მისი წყალუხობა სულ იქნება. ასევე ისრაელისათვის ეს ტაძარი არის სათავე მისი არსებობისა, სათავე მისი ძლიერებისა, წყარო მისი ხვალინდელი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისა. ამიტომაც ეს ტაძარი უნდა იყოს რაღაცა ისეთი დავითისათვის, რომელმაც უნდა გამოაჩინოს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებითაც კიდობანი არის შემობრძანებული იერუსალიმში. ტაძარი უნდა იყოს, ანუ არა მარტო კიდობანთან მოსვლა, არამედ დავითს აქვს სურვილი კიდობანთან შეკრება მოხდეს, შესაკრებელი იყოს, რაღაცა სივრცე გაჩნდეს. ამ შეკრებისა და ცოტა მოგვიანებით მთელი ისრაელის ძველი აღთქმის ეკლესიის, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, ძველი აღთქმის ეკლესიის ისტორია მოწმობს ამას, როგორც ბაბილონის ტყვეობამდე, ასევე ბაბილონის ტყვეობის შემდგომ, რომ ტაძარი არის სააზროვნო ცენტრი. ისრაელის საზოგადოებისათვის. ტაძარი არის შემკრები, ტაძარი არის გამგებელი, ტაძარი არის ტონის მიმცემი. ამ ტაძრიდან ხდება ყველაფერი და ამ ტაძრისკენ არის მიქცეული ისრაელიანის გონება. ტაძარი არის საცავი, ტაძარი არის სალარო, ყველაფერი ხდება, ყველაფერს, აი თავის თავში ყველაფერს შემოიკრებს ტაძარი, უფლის ტაძარი, რატო? იმიტომ რომ ამ ტაძარში იმართება ის მსახურება და ამ ტაძარში ეს მსახურება იმართება მის წინაშე, ურომლისადაც ისრაელი აბსოლუტურად წარმოუდგენელია, გაქრება და გაიფანტება უბრალოდ. ამიტომაც ტაძრის შენების იდეა, რომელიც დავითს უჩნდება, თავის თავში გულისხმობს სწორედ რაღაცა შემკრებს, რაღაცა გამოხატულებას აი ამ ძლიერებისას, რომელიც ღმერთშია და არა ისრაელის მეფეში. აი ამის რეალიზებას იწყებს სოლომონი სწორედ და მისი ბრძანებით, მისი მინდა რა ქვია, მეფობის მეოთხე წელს სოლომონი იწყებს უფლის ტაძრის შენებას დავითის ქალაქში, ანუ იერუსალიმში. ის უკავშირდება ხირამს, მეფეს, ტიროსის მეფეს და ატყობინებს რომ ღმერთმა მე დამსვა, მე მომცა მამაჩემის ტახტი, მე დამსვა მამაჩემის საყდარზე და მას რომელსაც უნდა ტაძრის შენება, მაგრამ ვერ გააკეთა ის, ახლა მე რეალიზებას ვყოფ ამ განაზრახისას, რადგან უფლისაგან მე მაგამიზალა მოცემული, ხოლო შენ ბრძანე რომ კიპაროსის და ლიბანის ხეები მოჭრან და ასე ვთქვათ მოგვაწოდონ მასალად ტაძრის შენებისათვის. ძალიან საინტერესოა ხირამის ტიროსის მეფის რეაქცია სოლომონის ამ შენათვალზე, რეაქცია არის დადებითი და ძალიან გახარებულია ხირამი, რომ დავითი შემდგომ სწორედ სოლომონს შეხვდა ტახტი და ასეთი ღირსება პოვა მან უფლის თვალში. რაღაცნაირად ახლა ჩვენ მერე დაგვჭირდება ეს ახლა ამაზე თით ყურადღებას არ გამომახვილებთ, მაგრამ საგარეო ურთიერთობები, იმას რა ქვია, დავითსაც და სოლომონსაც შესაბამისი ქონდა ყველა ქვეყნების მიმართ, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესო იყო სიდონისა და ტიროსის აი ფინიკიური ქალაქებისადმი მათი დამოკიდებულება სულ მეგობრული იყო.
სულ მეგობრული იყო, მე უკვე ასურეთის იმპერიის გაძლიერებისას რაღაცა პატარა კოლექტივები საინტერესოა, რომ ყოველთვის მეგობრულად უყურებენ ერთმანეთს ფინიკიური ქალაქები და ისრაელიანთა ქალაქები. ამით სარგებლობს ჯერ დავითმა ისარგებლა, დავითის სასახლეც ამ მასალითაა აშენებული და ამით სარგებლობს სოლომონი და მეფე ხირამს თხოვს გამოუგზავნოს სამშენებლო მასალა და ხირამი ძალიან გახარებულია იმით, რომ სოლომონს ერგო მემკვიდრეობა სწორედ დავითის შემდგომ და გახარებულია, რომ სოლომონთან ის იწყებს ისეთივე საქმიან ურთიერთობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, როგორც ეს დავითთან ჰქონდა. მეფეს ბრძანებით მოჭრიან ამ ხეებს, მიიტანენ პორტამდე და დააცურებენ ტივებით, ხოლო სოლომონი იმ ადგილზე უნდა დახვდეს, სადაც ამ ტივებს, სადაც თვითონ დათქვავს და ზღვიდან შემოზიდული ეს აქვია მასალა უკვე ხმელეთით გადავა იერუსალიმისაკენ და დაიწყება ტაძრის შენება. ძალიან დიდი მობილიზება გაკეთდა. მთელი ერი აშენებს ტაძარს. ყველა ჩართულია ტაძრის მშენებლობაში. ზოგი რითი. ყველასი უნდა იყოს ეს. ყველასი, ამაშია. თანამონაწილე უნდა იყოს. ყველასი უნდა იყოს ეს. 3300 მარტო ზედამხედველი ყავს გამოყვანილი, იმას რა ქვია, სოლომონს. 70000 ხის ჭრელი, 80000 ქვის ჭრელი. 30000 იგზავნება ტიროსისაკენ 10000 ანუ სამ თვეში ერთხელ მორიგეობენ 10000 წავა მერე ჩამოვა მეორე 10000 წავა მერე მე-300000 წავა საოცარი მობილიზება მთელ ქვეყანაში მთელი ქვეყანა ცხოვრობს ერთი იდეით ერთი აზრით შენდება საუფლო ტაძარი რაღაცა ისეთი მამანდრია რაც ისრაელის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. მოდით ახლა ერთ ძალიან საინტერესო დეტალს მივაქციოთ ყურადღება. გავიხსენოთ ჩვენ, როდესაც მონარქიის შემოღებას ითხოვს ისრაელი. სამოს ასეუბნება დაგვისიო ჩვენ მეფე, როგორც სხვა ხალხებს ყოფს. ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ. ახლა ისრაელი რაღაცას ისეც აკეთებს. სხვა ხალხებში რო. სხვა ხალხებში იცის მან ღვთისადმი მეწყული ტაძრები, სიკულატები და ასე შემდეგ. მისი რელიგიური მსახურება ამით განსხვავდებოდა, მას არ ჰქონდა ტაძარი უფლისა და ახლა უფალს ექნება ტაძარი. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? აქ საინტერესო გახლავთ ის, რომ თუ კი მეფობა წარმართულ ყაიდაზე მოინდომა ისრაელმა, ტაძრის შენება და უფლის მსახურებას ვერანაირი საერთო ვერ ექნება წარმართულ ტაძრებთან და წარმართულ რეალობასთან. ისრაელი ამ შემთხვევაში არ არის ორიენტირებული ჩვენს ღმერთსაც კონდეს ტაძარი როგორც სხვა ღმერთებს აქვთ. მეფობა ასეთი უნდათ. მაგრამ ტაძართან ესეთი ფრაზა არ ისმის. ტაძარი არის რაღაცა ისეთი, რომელმაც სწორედ რომ ისრაელი უნდა გამიჯნოს, კიდევ ერთხელ გამოყოს, კიდევ ერთხელ გამოაცალკავეოს ყველა იმ სიბინძურისაგან, რელიგიური სიბინძურისაგან, რომელიც მის გარშემო არის წარმოდგენილი. ტაძარი უნდა იყოს რაღაცა ცენტრი, რომელიც ამ ძალას მისცემს მთელ მოსახლეობას. გიორგი, რადგანაც ეს ვახსენეთ, რომ ტაძრების სხვასაც ქონდა და ამით თითქოს გარეგნულად მიემსგავსა ისრაელის დამოკიდებულება წარმართული ქვეყნების შიგნით რაც ხდებოდა იმას. აქვე ხომ არ განმარტოთ კიდევ ერთხელ, დავითს რატომ უთხრა უფალმა ტაძრის მშენებლობაზე უარი? დავითს ეუბნება ტაძარში შენ მე როგორ ამიგებ სახლს? და სოლომონისთვის ეს ნებადართული არის ღვთისაგან. რატომ დავითს არა და რატომ სოლომონს? სოლომონი ამას პირდაპირ დავითიც აღნიშნავდა, მაგრამ სოლომონი ხინავს პირდაპირ ეუბნება ამას დავითმა რატო არა აგო და ის ატო აგებს, რომ ახლა დასვენებული არისო ისრაელი და ხიფათი არ მოელისო არც ერთი მხრიდან. დავითს კი ღმერთი ეუბნება, რომ სისხლი აქვს ბევრი დახვრილი და ის არა აშენებს მასალამეთ მისი შთამომავალი, რომელსაც ეს საბრძოლო
და ეს სისხლისღურის ეს გამოცდილება მას ასეთი არ ექნება. დავითს პირდაპირ უგზავნავს ღმერთი ამის გამო ბევრი სისხლი აქვს დახურილი და დავითის პერიოდი მშფოთვარე პერიოდი იყო, მისი პირველი ნაწილი, საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, სადაც აი რწმენა ცოცხალი რწმენა გამოიხატება სწორედ იმ კიდობაში. გავიხსენოთ მამანდრია როგორ აბესალომის დევნისას კიდობანს რომ წააბრძანებენ და დავითთან მიიტანენ იერუსალიმიდან აბიათარის და სადოკის ინიციატივა იყო ეს და დავითი რომ ბრძანებს რომ უკან დააბრუნეთო კიდობანი იერუსალიმი შეიძლება იყოს დავითის გარეშე მაგრამ იერუსალიმი უფლის გარეშე ვერ იქნება ვერასდროს აქ ამ შემთხვევაში წმინდათა წმინდაში უნდა შეიჭრა და იქიდან გამოიტანონ კიდობანი რაც აბსოლუტურად გამორიცხულია ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვისაუბრებთ რაღაც დეტალებს მივაქცევთ ყურადღებას ამ შემთხვევაში აი ისრაელში აღარ არის ხიფათი იმისა ან სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს ან ტერმაში ანუ ისრაელი ცხოვრობს ისე დავითიდან მოყოლებული რომ ტაძრის შენების და აი ამ უსაფრთხოების მთელი სივრცე შეიქმნა მისთვის ისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავითის სისხლი აქვს დაღვრილი ბევრი და მისი ხელით არ უნდა რომ ტაძარი აშენდეს რომ მიუხედავად იმისა რომ დავითი ესეთი წარმატებულია ღვთის წინაშე სათნოა და ბევრს სამადლიეროს ვისმენთ დავითს როგორც ღვთის პირისგან ისე ბიბლიაში ადამიანებისაგან მიუხედავად ამისა მან დაუდოს ზღვარი რომ ტაძარს ის ვერ აშენებს ეს ძალიან საყურადღებო საგულისხმოა ძალიან ვინ უნდა აშენოს დღეს ვინ უნდა აშენოს ტაძრები თქვათ ხო და რამის უნდა აშენოს ხო რატომ დღეს ვინ უნდა აშენოს რატომ ეძლევა ამა თუ იმ ადამიანს კურთხევა და რატომ არ ეძლევა ვიღაცას კურთხევა ხო აი ვკითხულობთ ამას რომ მიუხედავად იმისა რომ სათნო იყო დავითი ღვთისათვის მას აი რაღაცა საბრძოლო პერიოდში სისხლისღურის გამო აიგზავნა ზღვარი დაედო ხო ტაძარი შენ არა ტაძარს ააშენებს ხო არის რაღაცა ჩვენ ტაძრის შენობაზეც გვაქვს საუბარი ეს მხოლოდ ნაგებობის წარმომართვა ხო არ არის ხო აქ არის რაღაც საკრამენტალური რაღაცა ისეთი იდუმალი რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის თვალი ვერ ხედავს მაგრამ ასე ვთქვათ საკრამენტალურ სამყაროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ძალიან დიდი აზრი აქვს მართლა ცოტა მომავალში ეს ტაძარი იქნება ყველაფერი იქნება ისრაელისათვის და როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან უკან დაბრუნებას დაიწყებს ისრაელი პირველი საზრუნავი რაც არის იდენტობის აღდგენის პირველი ნიშანი რაც არის რა არის ტაძარი უნდა იქნას აღდგენილი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ტაძარი გახდა შემნახველი ისრაელის იდენტობისა მთელი პრობლემა ამ ტაძრის დანგრევისა სოლომონის ტაძრის დანგრევისა ანუ პირველი ტაძრის დანგრევისა იყო იმაში რომ ამ ტაძარს გამოაცალეს შინაარსი გამოაცალეს ფუნქცია და ეს ტაძარი გახდა პოლიტიკური ამაოდ მოიმედეობის არენა და მეტი არაფერი. აი, როდესაც ისრაელის პოლიტიკური დიდების ხო, რომელიც აიშნით, ხო, რომელიც აღარც იყო იერემია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა ამას უკავშირდება, ამ ხილებას უკავშირდება სწორედ. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ტაძრის შენებაზე, ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ ტაძრის შენებლობასაც, რადგან მთელი ერი იღებს მონაწილეობას, მთელ ერს აქვს გაშინა არსებული მისი მნიშვნელობა. რომ რაღაცაც გრანდიოზული, რაღაც საოცარი ხდება და ამ გრანდიოზულში, ამ საოცარში მოიაზრება ის მსახურება, რომელიც ასევე მთელმა ისრაელმა უნდა გაწიოს უფლის მიმართ. ტაძრის შენება, ასე იგი მე-11 წელს 7 წლის განმავლობაში 11 წელს მოხდა იმას რა ქვია ტაძრის შენების დასრულება და ეს ტაძარი იყო იმით გამოუთქმელი დიდებულების სულ ოქროთი დაფერილი საოცარი ასე ვთქვათ სილამაზე იატაკი კედლები ну აი საუკეთესო რაც შეიძლება და ხო, ну აი ყველაფერი აქვს მიცემული. დავითს ყველაფერი აქვს დატოვებული, სოლომონს ყველაფერი აქვს მიცემული. აი როგორ არის მამანდრია, იცით, აი
თავმოყრილია აქ ყველაფერი, როგორც მატერიალური, ასევე ყველანაირი რესურსი თავმოყრილია, რაღაცა შესაკრებელია მართლა რა. ძალიან ახლა ჩვენ მაყურებელს ხალხს უნდა უთხრათ, რომ ეს ტაძარი ასე თვითშემოქმედება არ არის. ეს ტაძარი იგება იმაზე რა ქვია მოდელზე, რა მოდელიც საწამებელი კარვის სახით გაშალა მოსემ, ხოლო ეს მოდელი მოსემ გაშალა იმის მიხედვით, გამოცხადების მიხედვით, რაც მას ჰქონდა სინასტაზე. ამას უბრალოდ ამ ტაძარს აქვს უფრო დიდი პარამეტრები, სხვადასხვა სათავსოები, სამღვდელო იმისათვის და სხვადასხვა ასე ვთქვათ, საჭიროებისათვის, მაგრამ პრინციპია დაცული, გვაქვს ეზო, გვაქვს წმინდა და გვაქვს დაბინა წმინდათა წმინდა. ამ წმინდათა წმინდაში სოლომონმა ორი ოქროში ხისგან დამზადებული ოქროთი დაფერილი ორი უზარმაზარი ქერუბიმი დააყენა. ჩვენ ვიცით ახლის კიდობას თავად აქვს ორი კიდობანი. ორი ქერუბიმი და სოლომონმა ორი დაამატა კიდე რომ ეს კიდობანი თავისი ქერუბიმებით ამ ტაძრის ახალ ქერუბიმებში უნდა ჩატეულიყო და დაეფარა ამ კიდობას, შემდგომ კარი მიეხურა, უნდა მიხურულიყო და ეს კიდობანი აბსოლუტურ სიბნელეში უნდა ყოფილიყო და ნებისმიერი ნათება, რომელიც გამოჩნდებოდა, ეს ნათელი იქნებოდა არა ქმნილი, არა თქვათ ბუნებრივი, არამედ იქნებოდა უქმნელი, იქნებოდა მოვლენებული გამოცხადება იქნებოდა ღვთისა. ყურადღებასაც მივაქცევთ ახლა ჩვენ. რა არის საინტერესო? რომ როდესაც ღვთლები შეაბრძანებენ კიდობას, ანუ იერუსალიმში ხდება ხო ესა, ხო? ამ ადგილიდან, სადაც დავითს ჰქონდა, ამ ადგილიდან უნდა გადააბრძანონ ტაძარში. როდესაც ღვთლები შეაბრძანებენ კიდობას და აი დადგავენ ქერუბიმებს შორის, ტაძარი დაიწყებს ნისლით ღრუბლით ავსებას. და ნელ-ნელა ივსება და იმდენად ღვთლები ვერ ჩერდებიან და გარეთ გამორბენ. სუნთქვაც არ შეიძლება. და სოლომონი უყურებს ამ დიდებულებას. სოლომონი უყურებს ამ საოცრებას. მოდი ერთი წუთით გავიხსენოთ დავითი რო კიდობას მოაბრძანებდა რა მოხდა კიდობამ გზაზე კაცი მოკლა და დავითი დაფიქრებული და დადარდიანებული იჯდა იქნება სულ არ სურდა უფალს მობრძანება იერუსალიმში. სოლომონთან არანაირი დაბრკოლება არ არის. არაფერი მომხდარა გზაზე ისეთი რომ კიდობანი სადმე გაეჩერებინათ. სოლომონი ამას უყურებს. სოლომონი ამ წყალობას უყურებს. და როდესაც აი დისლში დაიფარება და ღვთლები გარეთ გამოდიან და არა გამორბიან, ვერ სუნთქავენ. წარმოუდგენელია იქ ყოფნა, სოლომონი ხედავს რომ უფალი დამკვიდრდა ტაძარში და ხმამაღლა იპყრის ბდელში დავანება ინება უფალმა. ეს რომელი სიბნელი. მოსე შევიდა ნისლში, ღრუბელში, სიბნელეში შევიდა და იქ იღებს გამოცხადებას. აი ეს ნისლი, ეს სიბნელია, გარდარეული სინათლე, სხვანაირად რო ვთქვათ. სინათლე, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვავს. სინათლე, ნათელი, რომელიც მიეფინა სავლეს და ჩვენ სავლესაგან ვიღებთ პავლეს. ეს ის ნათელია, რომელიც თაბორის მთაზე გამოჩნდება და თაბორის მთაზე, ესე რა ქვია, გავწყინდება ჩვენი მოწყობილ თავის ღვთაებრივ შეუქმნელ ენერგიებში გამოაჩენს თავს. შესაბამისად, ეს ის ნათელია, რომელიც თვალუწვდომელია, ნათელი, რომელიც აპოფათიკური სიბნელის სახით არის წარმოდგენილი, გარდარეული ნათელი, რომლის ხილვაც, რომლის ტვირთვაც ქმნილ თვალებს არ შეუძლია. ბნელში დავანება ინება უფალმა. ბნელში არა წყდიათში, არა სიბნელეში, არა სინათლის არარსებობაში, არამედ მიუწვდომლობაში, ზიაღმატებულობაში, ისეთ სინათლეში, რომელსაც თვალი ვერ ხედავს, რომელსაც ქმნილება თვალს ვერ გაუსწორებს. ეს სოლომონისათვის ნიშანი იყო იმისა და არა მარტო სოლომონისათვის, არამედ იქ შეკრებილი მთელი ისრაელისათვის ნიშანი იყო იმისა, რომ უფალისათვის სათნო იყო ამ ტაძრის შენება, ამ ტაძრის მიღება. ძალიან საინტერესოა სოლომონის ლოცვა ამ ტაძართან დაკავშირებით. სოლომონის საოცარ ლოცვას წარმოთქვამს. მთელი ხალხის გასაგონად დგას და უფალს ევედრება. ამ ტაძრიდან მოხედეო შენ ხალხს. საოცარი ლოცვა. საოცარი ლოცვა, ძალიან ღრმა ლოცვა.
ამ ტაძრიდან მოხედეო შენ ხალხს, ამ ტაძრიდან უწყალობეო შენ ხალხს. ანუ ეს არის ტაძარი, ეს არის სივრცე, საიდანაც მთელი ჩვენი ყურადღება და გულია მიპყრობილი. რადგან აქ ხდება მთავარი. რა არის ეს მთავარი? აქ უნდა მოხდეს გარჩევა სიმართლის და ტყუილის, აქ უნდა ყველა გასაჭირში ყველაფერი ვინაიდან ეს ყველაფერი ჩართული უნდა იყოს, აი ამაშია მამო საქმე სწორად აბსოლუტურად გეთანხმებით. რომ ეს ყველაფერი ჩართული არის ღვთისმსახურებაში. რომ ეს არის არა ტაძარი დიდებულებით, არამედ ეს არის სივრცე მსახურებისა. აქ მსახურება უნდა მოხდეს. აი აქ თუ მსახურება არ იქნა, მაშინ ამ ხალხის საშველი არ იქნება. ამ ხალხის გამოსავალი არის ღვთისმსახურება. ღვთისმსახურება, რომლის აი ეს შესაკრებელი ადგილი ამ შემთხვევაში ეს ტაძარია წარმოდგენილი. ამიტომაც ამ ტაძრიდან მოხედე შენი ხალხის ლოცვას. ერთ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს სოლომონი. თუ კი შეგწოდავს და შენ რისხვას დაიმსახურებს, გაიბნევა და კვლავ გამოიხედავ შენსკენ ამ ტაძრისაკენ და მოვა სათხოვარად, შენდობის სათხოვარად, მიუტევე შამსაღის სიმაღლიდან გადმოხედე, მიუტევე მას და კვლავ დააბრუნე შენთან. თითქოს დაიწინასწარ შორს იყურება. კი, უკვე ახალ აღთმაში იყურება. ხო, აი საქმეც არის გავიხსენოთ მამანდრია, ისუნავეზემ რა გააკეთა. 12 ლოდი, რომელიც დაალაგა იორდანის ნაპირთან უფლის მითითებით, რომ როდესაც შენი შვილი და შვილიშვილი გეტყვის რა არის ეს უთხარი, რომ დააშროა ჩვენ თვალწინ ღმერთმა იორდანე და მშრალზე გადმოგვიყვანო, ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა მოწმე ისტორიული იმისა, რა ქვია, მოვლენისა, მაგრამ ისუნავეზე რას აკეთებს? თავისი ინიციატივით ისე რომ გამოცხადება არ აქვს, თავისი ინიციატივით 112 ლოდს იორდანეს ძირში დაალაგებს. და რატო? იმიტომ რომ ისუნავეზი ამ დროს ამას განჭვრეს სწორედ, რომ თუ კი ისრაელს არ იქნება ამ იორდანის ამოშრობის შინაარსი გააზრებული და ამით არ იცხოვრა, როგორც გადმოლახა ეს მდინარე ისე გადალახავს უკან. მაგრამ ისუნავეზე მაშინ ამ იმედს იტოვებს ღმერთისადმი, რომ შენ არ დაკარგო ეს ხალხი. ამ ხალხმა შეიძლება შენ დაკარგოს, მაგრამ შენ მოიძიე ეს ხალხი. მოაბრუნე ისინი და ამ იმედით თუ კი ისინი კვლავ გადმოვლენ ამ იორდანეზე, ის სტაბილური ადგილი, რის გამოც მათ იორდანე უკანვე გადაალახინე, აი ახლა დახვდებათ აქ მდინარეში შენახული ეს 12 ლოდი, რომელიც მათ ამსას იგივე საკეთებს სოლომონი, სოლომონი, რომ საბოლოოდ ეუბნება ეს ხალხი კი არა, შენ მიხედი ამ ხალხს. იმ საჯელით მიხედი ამ ხალხს. იმ საჯელის მერე მოაბრუნე, გული რომ მოუბრუნდებათ, შენ მოусმინი ამას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც სოლომონის ლოცვაში ისმის მამანდრია, ეს გახლავთ ის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენთვის. სოლომონი თავისი ლოცვის დასაწყისში, მთელი თავისი ლოცვის განმავლობაში ლოცულობს ისრაელზე, ძველი აღთქმის ეკლესიაზე, იმ სივრცეზე, სადაც გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა მიცემული და ლოცვის ბოლოსაკენ იტყვის, არა მარტო ისრაელია. ეს არის ძალიან საინტერესო. უცხო რომ მოვაო შენთან. ვინმე უცხო, რომელიც არ არის ისრაელიანი, მაგრამ მოვა შენთან, ანუ გაღიარებ შენ, იმ უცხოსაც მოусმინეო, იმ უცხოს ლოცვად შეისმინე. ესაც შორსჭრეთა არის, ძველი აღთქმის პარაგრაფს ცილდება. ძალიან ფაქიზი ხელით იშლება ნელ-ნელა საზღვრები და სოლომონი ხედავს საოცარ რამეს, რომ ღმერთი ისრაელისა ვერ იქნება მარტო ღმერთი ისრაელისა, რადგან ეს აუცილებლად სოლომონის ლოცვაში. აი აქ იბადება იდეა, რომ კი სოლომონის ლოცვაში შემოშენ სხვა ღმერთებივით არ ახარო, მაგრამ უკვე ამ ლოცვის რეზიუმირება არის იმისა, რომ ღმერთი ისრაელისა სამყაროს ღმერთია, ყველას ღმერთია და ყველას მსმენელი შეიძლება გახდეს ერთი პირობით, ხო, უნდა მოვიდეს ამ ღმერთთან. მთელი საოცრება კაცობრიობის ისტორიისა გახლავთ ის, რომ კაცობრიობა არ მივიდა ღმერთთან, მაგრამ სოლომონის ლოცვა შესვენილი იქნა. ღმერთი მოვიდა კაცობრიობასთან და დღევანდელ დღემდე ყველას უსმენს. განურჩევლად ეროვნებისა, განურჩევლად კულტურული იდენტობისა, ყველას უსმენს, ოღონდ მიმართოს მას.
გქონდეს სურვილი, იყოს მისი. აუცილებლად მოусმეს და მოხედავს წყალობით, იმ წყალობით, რომელიც წყალობაც გოლგოთის სეულის მსხვერპლის შემდგომ აი ასე უხვად და ძალობად მოსდევს კაცობრიობას ღვთისაგან. შესანიშნავია გიორგი, განსაკუთრებით ბოლო რეზიუმე ესეთი ამაღლებული არის, განწყობით არის, იმედით სავსე და სიხარულით სავსე. მაყურებელს შევახსენებ, რომ მესამე მეფეთა მეექვსე, მერვე და მეცხრე თავებში იკითხება ეს საკითხავი. შეგიძლიათ წაიკითხოთ. გიორგი, დიდი მადლობა და მე უბრალოდ ცოტა პერეფრაზს გავაკეთებ, თორე იგივეს ვიტყვი, როგორც დასასრული ამ გადაცემისა, რომ და სოლომონ მეფის აი ამ ლოცვაში ტაძართან და ტაძრის კურთხევის დროს ისეთი რამეები ითქმება, რომელიც ძველი აღთქმიდან უკვე ახალ აღთქმაში იყურება თითქოს. აი ეს მიტევების თემა, რომელიც ახალი აღთქმის წამყვანი ესეთი ხაზი არის და ის რომ სხვა სჯულის ხალხი თუ მოვა ამ ტაძარში ღვთისათვის რაიმე სათხოვნელად, რომ ესაც შეისვინოს უფალმა. ძალიან ესეთი ნიშანდობლივი რამ ჩნდება უკვე ამ კუთხით სოლომონის ლოცვაში. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, მადლობა მაყურებელს ჩვენი გადაცემების სმენისთვის და ყურებისთვის. დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.